მოგესალმებით. კრიტიკული აზროვნების სკოლა ახალ ზღაპარს წარმოგიდგენთ. დღეს ჩვენ ფიფქია და 7 ჯუჯას წავიკითხავ. შეიძლება ის ზღაპარი განახით და კონტუნდაც საკითხული, მაგრამ მინდა რომ ყურადღებით მომისმინო. შეგახსენებ რომ ჩვენი ვიდეო 3 ნაწილისგან შედგება. პირველ რიგში ჩვენ ზღაპარს წავიკითხავთ, შემდგომში რამდენიმე კითხვას დაგისვამ, ამიტომაც ძალიან ყურადღებით უნდა მომისმინო, ბოლოს კი ტვინის საუჯიშოებსაც გავაკეთებთ. დიდი ხნის წინათ როცა ჯადოსნობა ჩვეულებრივი ამბავი იყო, ცხოვრობდა ერთი პატარა გოგონა, რომელსაც ფიფქია ერქვა. მას ეს სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ ისეთი თეთრი კანი ჰქონდა, როგორც ზამთრის ფიფქს. ლოყები წითელი, როგორც ვაშლი, და თმა კი ყორანივით შავი ჰქონდა. ფიფქია დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა, სანამ ერთ დღეს მისი დედიკო აღლად არ გახდა და არ გარდაიცვალა. მამამ ცოტა ხნის შემდეგ ახალი ცოლი მოიყვანა, რომელიც ძალიან ლამაზი იყო. მაგრამ ამავდროულად ძალიან ამაყი და ბოროტი. ფიფქიას დედინაცვალს ჰქონდა ჯადოსნური სარკე, რომელსაც ხშირად ეკითხებოდა. სარკევ მითხარი აბა, ვინ არის ყველაზე ლამაზი ამ ქვეყანაზეო? და სარკე ყოველთვის პასუხობდა: თქვენ დედოფალო, თქვენ ხართ ყველაზე ლამაზი ამ ქვეყანაზეო. წლები გავიდა და ფიფქია გაიზარდა, ძალიან გალამაზდა. ერთ დღეს, როცა დედინაცვალმა სარკეს კითხა, თუ ვინ იყო ყველაზე ლამაზი, სარკე მოპასუხა: თქვენ ლამაზი ხართ დედოფალო, მაგრამ ფიფქია თქვენზე უფრო ლამაზი არისო. დედინაცვალი ძალიან გაბრესდა. მას უნდოდა რომ ყველაზე ლამაზი ყოფილიყო. ამიტომ გადაწყვიტა ფიფქია მოეშორებინა. დედინაცვალმა მონადირე მოიხმო და უთხრა: წაიყვანე ფიფქია ტყეში და გააქრე სამუდამოდ. მონადირემ ფიფქია ტყეში წაიყვანა, მაგრამ ვერ გაიმეტა ასეთი კეთილი და ლამაზი გოგონა. მან ფიფქიას უთხრა: გაიქეცი ფიფქია, გაიქეცი და ტყეში და აღარასდროს დაბრუნდა ციხე კოშკშიო. დედინაცვალს შენი მოკლა უნდაო. ფიფქიას შეეშინდა და გაიქცა ტყეში. ის მთელი დღე მიდიოდა, სანამ საღამოს პატარა სახლს არ მიადგა. თქვენი აზრით ვისი სახლი იყო? ეს იყო ძალიან პატარა სახლი, თითქოს პატარა ბავშვებისთვის აშენებული. ფიფქია შევიდა და დაინახა პატარა მაგიდა, 7 პატარა თევში, 7 პატარა ჭიქით და 7 პატარა კოვზით. იქვე იდგა ასევე 7 პატარა საწოლი. ფიფქია ძალიან დაღლილი და მშიერი იყო. მან ყველა თევშიდან ცოტა საჭმელი აიღო და ყველა ჭიქიდან ცოტა სასმელი დალია. შემდეგ დააწვა ერთ პატარა საწოლზე და მაშინვე ტკბილად ჩაეძინა. მალე სახლში 7 პატარა ჯუჯა დაბრუნდა, რომლებიც მთელი დღე თევში მუშაობდნენ და თვალმარგალიც აგროვებდნენ. მათ შენიშნეს, რომ ვიღაც იყო მათ სახლში. თევშებს ცოტა საჭმელი აკვდა და ერთ-ერთ საწოლზე ძალიან ლამაზ პატარა გოგონას ეძინა. ჯუჯები ფიფქიას გარშემო დაადგნენ და უცქერდნენ. ლამაზია, თქვა პირველმა. მისი კანი თეთრია, როგორც ფიფქი, თქვა მეორემ. მისი ლოყები წითელია, როგორც ვაშლი, თქვა მესამემ. მისი თმა კი შავია, როგორც ყორანი, თქვა მეოთხემ. ფიფქიას უცებ გაეღვიძა და შეეშინდა, მაგრამ ჯუჯებმა გაუხილნეს. ნუ გეშინია, უთხრეს მათ. ჩვენ 7 ჯუჯა ვართ. მე ვარ ჭკვიანი, თქვა პირველმა. მე ვარ მორცხვი, თქვა მეორემ. მე ვარ ცინგლიანი, თქვა მესამემ. მე ვარ ძილისყუდა, თქვა მეოთხემ. მე ვარ მხიარული, თქვა მეხუთემ. მე ვარ ბუზღუნა, თქვა მეექვსემ და მე ვარ კეთილი, თქვა მეშვიდემ. ფიფქიამ ჯუჯებს უამბო თავისი ამბავი და მათ უთხრეს: დარჩი ჩვენთან. შენ შეგიძლია დაგვეხმარო სახლის მოვლაში, სანამ ჩვენ თევში ვიმუშავებდო. ფიფქია დასთანხმდა და დაიწყო ჯუჯებთან ცხოვრება. ყოველ დილით ჯუჯები მთებში მიდიოდნენ სამუშაოდ, ხოლო ფიფქია ალაგებდა სახლს, ამზადებდა საჭმელს და პატარა ბაღს ულიდა. საღამოს ჯუჯებს სითბოთი და სიყვარულით ხვდებოდა. ხშირად ფიფქია და 7 ჯუჯა ერთად თამაშობდნენ, ერთობოდნენ, ცეკვავდნენ. ჯუჯები მას ხშირად ეუბნებოდნენ: სილამაზე ქცევაშია ფიფქია, შენი სითბო სახლს ანეთებსო. ასე ტკბილად ცხოვრობდა ფიფქია ჯუჯებთან ერთად. ჯუჯები კი ყოველდღე აფრთხილებდნენ ფიფქიას. არასოდეს გაუგო კარი უცხო ადამიანს. დედინაცვალმა შეიძლება გაიგოს, რომ შენ აქ ცხოვრობო. ამასობაში ბოროტმა დედინაცვალმა თავის ჯადოსნურ სარკეს კითხა. სარკევ მითხარი აბა, ვინ არის ამ ქვეყანაზე ყველაზე ლამაზია? და
სარკემ კი უპასუხა. თქვენ ლამაზი ხარ დედოფალო, მაგრამ ფიფქია, რომელიც 7 ჯუჯასთან ცხოვრობს ტყეში, თქვენზე უფრო ლამაზიაო. დედინაცვალი მიხვდა, რომ მონადირე მოატყუა და ფიფქია ცოცხალი იყო. მან გადაწყვიტა თვითონ მოეკლა ფიფქია. მოხუცქალად გადაიცვა, წავიდა ტყეში ჯუჯების სახლისკენ და თან მოწამული ვაში გაიკვალა. როცა ის ჯუჯების სახლთან მივიდა, ფიფქია მარტო იყო სახლში. დედინაცვალმა დააკაკუნა კარზე და დაიძახა. ლამაზი ვაშლები, ოცნებების ასრულების ვაშლებია. ფიფქიამ გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა მოხუცი ქალი ლამაზი ვაშლებით. მას დააუწყდა ჯუჯების გაფრთხილება და გააღო კარი. რა ლამაზი ვაშლებია, თქვა ფიფქია. აი გოგონა, უთხრა მოხუცმა ქალმა. აი ეს განსაკუთრებული ვაშლი. ეს ჯადოსნური ვაშლია, რომელიც შენს ყველა ოცნებას აასრულებს. ფიფქიამ მადლობა გადაუხადა. გამოართვა ვაშლი და მაშინვე ჩაკარჩა. ვაშლი მოწამული იყო და როგორც კი ფიფქია მოგვიჩა, მაშინვე ძირს დაეცა უკონა. საღამოს ჯუჯები დაბრუნდნენ და იპოვეს ფიფქია, რომელიც წიატყზე იყო. მათ იფიქრეს, რომ ის მკვდარი იყო და ძალიან დაღუდნენ. ტირილ-ტირილის ფიფქია მინის კუბოში ჩააწვინეს და მთის წვერზე დადგეს, რომ ყველას დაენახა მისი სილამაზე. ერთ დღეს ახალგაზრდა უფლისწული ცხენით ცეინობდა ტყეში და მთის წვერზე მინის კუბო დაინახა. როდესაც მივიდა და ფიფქია დაინახა, მისი სილამაზით მოიხიბლა. მან ჯუჯებს თხოვა ეამბათ ფიფქიას ამბავი. უფლისწული ისეთი მონუსხული იყო, რომ ჯუჯებს თხოვა. თხოვთ, მომყიდეთ ეს კუბო. მე წავიყვან მას ჩემს სასახლეში და ყოველდღე ვუყურებ მის სილამაზესო. ჯუჯებმა არ ესურვეს ფიფქიას გაყიდვა, მაგრამ დათანხმდნენ უფლისწულს, რომ წაიყვანებ ფიფქიას სასახლეში. როცა მსახურები კუბოს იხებდნენ, ერთ-ერთს ფეხი დაუწდა. კუბო შეირყა და მოწამული ნაჭერი ფიფქიას ყელიდან ამოუვარდა. მან თვალები გაახილა. სად ვარ? იკითხა მან. უფლისწულმა უთხრა, შენ ჩემთან ხარ, ნუ არაფრის შეგეშინდება აწია. წამოდი ჩემთან სასახლეში დაგიცავ და სულ მეყარებია. ფიფქიამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. უფლისწულმა ის ცხენზე შესვა და ჯუჯებს დაემშვიდობა. უფლისწული და ფიფქია სასახლეში წავიდნენ, სადაც მალე ქორწილი გადაიხადეს. ულამაზესი ქორწილი გადაიხადეს, სადაც 7 ჯუჯაც კი დაბადეს. ფიფქია ყველაზე კეთილ დედოფლად იქცა. თავის მეგობარ ჯუჯებთან ერთად გაჭირებულებს ეხმარებოდა, ბავშვებს ეთამაშებოდა. მას შემდეგ იმ სამეფოში მხოლოდ ბედნიერი და მხიარული ადამიანები ცხოვრობდნენ, ხოლო როდესაც ბოროტმან დედინაცვალმა გაიგო, რომ ფიფქია ცოცხალი იყო, ისე გაბრაზდა, რომ რისხვისგან გული გაუჩერდა. ასე ცხოვრობდნენ ფიფქია, უფლისწული და 7 ჯუჯა ბედნიერად დიდი ხნის განმავლობაში. ჭირი იქა, ხენი აქა, კატო იქა, ქვილი აქა. იმედი მაქვს ყურადღებით უსმენდით ჩემ წაკითხულს ხალხარს. ახლა კი კითხვების დრო დადგა. პირველი კითხვა, რომელიც შენთან მექნება, არის: როგორ ფიქრობ, რატომ ენდო ფიფქია მოხუც ქალს? ახლა კი მეორე კითხვის დრო არის. შენი აზრით ჯუჯები გოგონები რომ ყოფილიყვნენ, როგორ შეიძლებოდა ეს ზღაპარი? ფიფქიას მოხუცისთვის კარი რომ არ გაეღო, შენი აზრით ეს ზღაპარი როგორ დასრულდებოდა? მეოთხე კითხვა. როგორ შეიძლებოდა ისტორია სარკეს რომ გულწრფელად ეთქვა დედოფლისთვის? სილამაზე ქცევაშია და არა გარეგნობაშია. შენი აზრით სილამაზე რომელსაც სარკე ამბობდა მართლა ქცევაშია თუ გარეგან სილამაზეს გულისხმობდა? ახლა კი ნეიროსაუჯეშოების დროა. იმედი მაქვს, რომ წინა ნეიროსაუჯეშოები გახსოვს. გახსენებ კიდევ ერთხელ, რომ ყველა საუჯეშო თავიდან ნელ-ნელა დავიწყოთ, დრო კი მათი აჩქარება შეგვიძლია. პირველი საუჯეშო, რომელსაც გაჩვენებ, არის ერთიანი და ხუთიანი. ჯერ დავიწყოთ ნელა, შემდეგ კი შეგვიძლია ნელ-ნელა აუჩქაროთ. მეორე საუჯეშო, რომელიც უნდა გაისწავლოთ, ძალიან კარგია ყურადღებისთვის. შეგიძლია სანამ დავალებებს შეასრულებ, ეს საუჯეშო გააკეთო ხოლმე. იმედი მაქვს, რომ ამ საუჯეშოს წინა საუჯეშოებს დაამატებ და ერთად ივარჯიშებ. მე კი შეგახსენებ, რომ არ დაგაუწყდეს, რომ დაალაიქო ეს ვიდეო, გამოიწერო ჩვენი კორდი და რა თქმა უნდა, აირას ახალი ჟურნალიც გამოიწერო.